დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა იქნება სინუსების თეორემა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში. ნებისმიერი სამკუთხედის გვერდების შეფარდება მის წინ მდებარე კუთხის სინუსთან ერთმანეთის ტოლია და ასევე ეს თითეული ფარდობა ტოლია ამ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის დიამეტრის. ანუ კიდევ ერთხელ ესე იგი, მოცემული გვაქვს სამკუთხედი ABC, A გვერდის წინ მდებარე კუთხე შესაბამისად ალფათი გვაქვს აღნიშნული, B გვერდის წინ მდებარე კუთხე ბეტათი, C გვერდის გამათი და სამართლიანი არის შემდეგი ტოლობები, რომ გვერდის შეფარდება მის წინ მდებარე კუთხის სინუსთან, ტოლია სხვა გვერდის შეფარდება მის წინ მდებარე კუთხის სინუსთან და ასევე ეს ფარდობა არის ტოლი ამ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის დიამეტრის. მოდით შევუდგეთ ამ ტოლობების დამტკიცებას. პირველ რიგში დავამტკიცოთ, რომ A შეფარდებული სინუს ალფასთან ტოლი არის B შეფარდებული სინუს ბეტასთან. ამისათვის სამკუთხედში დავუშვათ დამატებით სიმაღლე C გვერდის მიმართ, რომელიც აღვნიშნოთ A-შით. ესე იგი, ვამტკიცებთ, რომ A შეფარდებული სინუს ალფასთან ტოლია B შეფარდებული სინუს ბეტასთან. განვიხილოთ ჯვარედინი ნამრავლი, ანუ A გამრავლებული სინუს ბეტაზე ტოლი უნდა იყოს B გამრავლებული სინუს ალფაზე. მართლაც დავრწმუნდეთ ამ ტოლობის სისწორეში. სინუს ბეტა განმარტოთ აი ამ მართკუთხა სამკუთხედიდან, რომელიც იქნება შემდეგი. რადგან სინუსის განმარტება არის, რომ ის არის მოპირდაპირე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან, შესაბამისად სინუს ბეტა იქნება A-შის შეფარდება A-სთან. ხოლო წინ ნამრავლი A-ზე ჩამოვიტანოთ. რაც შეეხება სინუს ალფას, მეორე მართკუთხა სამკუთხედიდან ის იქნება მოპირდაპირე კათეტი, ანუ A-ში შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, ანუ ამ შემთხვევაში B-სთან, ანუ ეს იქნება A-შის ფარდობა B-სთან, ხოლო B-ზე ნამრავლი ჩამოვიტანოთ. ვხედავთ, რომ A-ები აქ იკვეცება, აქ B-ები იკვეცება და ვიღებთ, რომ A-ში უდრის R-ს. საიდანაც ჩანს, რომ ეს დასაწყისში დაწერილი შეფარდებები მართლაც ერთმანეთის ტოლია. შემდეგ ეტაპზე ვაჩვენოთ, რომ A შეფარდებული სინუს ალფასთან ასევე ტოლია C შეფარდებული სინუს გამასთან. ამისათვის დავუშვათ მართობი B გვერდის მიმართ, ისევ A-შით აღვნიშნოთ და დავიწყოთ დამტკიცება. ესე იგი, ვამტკიცებთ რას? A შეფარდებული სინუს ალფასთან რომ უდრის C შეფარდებული სინუს გამასთან. აქაც ჯვარედინი ნამრავლის შემდეგ გვექნება A გამრავლებული სინუს გამაზე ტოლია C გამრავლებული სინუს ალფაზე. ანალოგიურად, როგორც წინა შემთხვევაში, სინუს გამა განვარტოთ აი ამ მართკუთხა სამკუთხედიდან, მოპირდაპირე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან, იქნება A-შის შეფარდება A-სთან. A-ზე ნამრავლი ჩამოგვაქვს. სინუს ალფა განმარტების თანახმად ამ მართკუთხა სამკუთხედიდან იქნება მოპირდაპირე კათეტი ჰიპოტენუზასთან, ანუ
a-ში c-სთან, c-ზე ნამრავლი ჩამოგვაქვს. როგორც ხედავთ, აქაც a-ები იკვეცება, აქეთ c-ები იკვეცება და რჩება, რომ a-ში უდრის r-ს, რაც მეტყველებს ასევე ამ ტოლობის სამართლიანობაზე. ხოლო რაც შეეხება b შეფარდებული სინუს ბეტას უდრის c შეფარდებული სინუს გამას, ამ ტოლობას დამტკიცება არ სჭირდება, რადგან გამომდინარეობს წინა ორი დამტკიცებიდან. ამიტომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ვაჩვენოთ, რომ თითეული s შეფარდება არის ამ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის დიამეტრის ტოლი. რადგან ეს შეფარდებები ერთმანეთის ტოლია, რომელიც უკვე დავამტკიცეთ და თითეული მათგანი უდრის 2r-ს, სულ ერთია რომლის ტოლობას 2r-თან დავამტკიცეთ, ამიტომ ზოგადობის შეუძლია ვთქვათ, ვაჩვენოთ, რომ b შეფარდებული სინუს ბეტასთან არის 2r-ის ტოლი. დავიწყოთ მოკლედ ამ სამკუთხედზე შემოვხაზოთ წრეწირი, ცენტრი მოცემულია და დავტოვოთ მხოლოდ აღნიშნული b გვერდი და მის წინ მდებარე კუთხე ბეტა. ანუ და გვინდა რომ ვაჩვენოთ, რომ b შეფარდებული სინუს ბეტასთან არის 2 რადიუსის ტოლი. მოდით გავავლოთ დიამეტრი ამ წვეროდან ესე და ის შევაერთოთ b გვერდის მეორე ბოლოსთან. მივიღეთ ახალი სამკუთხედი და უნდა შევნიშნოთ, რომ ეს სამკუთხედი იქნება აუცილებლად მართკუთხა, კერძოდ მართი კუთხე იქნება აქ. რატომ? როგორც გვახსოვს, ცენტრზე დაყრდნობილი წრეწირში ჩახაზული სამკუთხედის გვერდი, უბრალოდ რომ ვთქვათ, ესე იგი, წრეწირში ჩახაზული სამკუთხედის გვერდი, რომელიც ცენტრზე გაივლის, ამ შემთხვევაში სამკუთხედი აუცილებლად იქნება მართკუთხა. ასევე გავიხსენოთ ჩახაზული კუთხის თვისება, რომელიც რაიმე რკალს ეყრდნობა. ამ შემთხვევაში დავაკვირდეთ ბეტა კუთხეს, რომელიც b გვერდის მიერ მოჭიმულ რკალს ეყრდნობა, ასევე იგივე რკალს ეყრდნობა ჩვენ მიერ მიღებული სამკუთხედის კონკრეტულად ეს კუთხე. როგორც გვახსოვს, ისინი ერთმანეთის ტოლი იქნება, რადგან ერთ რკალს ეყრდნობა, ამიტომ ეს კუთხეც იქნება ბეტას ტოლი. აქვე აღნიშნოთ, ესე იგი, რომ ეს არის რადიუსი, აქეთაც ესეც არის რადიუსი. ანუ მთლიანად დიამეტრი, ანუ 2r და დაგვრჩა მხოლოდ ის, რომ ამოვწეროთ სინუსის განმარტება აი ამ მართკუთხა სამკუთხედში. სინუს ბეტა იქნება მოპირდაპირე კათეტი, ანუ b შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, ანუ ამ შემთხვევაში 2 რადიუსთან, ანუ 2r-თან. ხოლო აქედან უკვე დასამტკიცებელი ტოლობის მიღება ძალიან მარტივია, უბრალოდ სინუს ბეტა და 2r გაცვლის ადგილებს, რომელიც ჯვარედინად ნამრავლის წესის თანახმად ძალიან მარტივი დასამტკიცებელია. ანუ მივიღებთ, რომ 2r ტოლია b შეფარდებული სინუს ბეტასთან. ამითი ეს ტოლობაც დამტკიცდა.
ბოლოსკენ ერთი ამოცანას ამოხსნათ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის და ამით დავასრულოთ დღევანდელი გაკვეთილი. განვიხილოთ ესეთი ამოცანა. მოცემული ABC სამკუთხედი, AC არის ფესვი 6, ანუ ეს გვერდი არის ფესვი 6, კუთხე A არის 60 გრადუსი, კუთხე B არის 45 გრადუსი, უნდა ვიპოვოთ BC, x-ით აღნიშნოთ BC და რადიუსი, ანუ ესე იგი ამ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი. მოკლედ, როგორც ხედავთ, ვიცით გვერდი და მის წინ მდებარე კუთხე და ვეძებთ გვერდს, რომლის წინ მდებარე კუთხეც ვიცით, ანუ ზუსტად მორგებულია სინუსების თეორემაზე. ესე იგი, C-ს ვეძებთ ამ შემთხვევაში, როცა ვიცით B, ვიცით ბეტა, ვიცით ალფა. ესე იგი, B და C სადაც ვწვრები, ესე იგი გვჭირდება ეს ტოლობა. და ამ ტოლობაში ჩავსვათ მოცემული რიცხვები. ესე იგი, x-ი ისე ეფარდება სინუს 60 გრადუსს, როგორც ფესვი 6 ეფარდება სინუს 45 გრადუსს, რომელიც ასევე ეს შეფარდება თავის მხრივ არის 2 რადიუსის ტოლი, თუმცა ეს მოგვიანებით გავაკეთოთ, ეხლა აქედან ვიპოვოთ x-ი. მოკლედ, აქედან x-ი ტოლია ფესვი 6 შეფარდებული და სინუს 45-ზე ჩავსვათ მნიშვნელობა, ეს არის ფესვი 2 მეორედი გამრავლებული სინუს 60 გრადუსზე, სინუსი 60 გრადუსზე ეს არის ფესვი 3 მეორედი და გამოვთვალოთ მნიშვნელობა. ეს ორი როგორც ვიცით ავაზევით. ფესვი 6 შეგვიძლია დავშალოთ ფესვი 2 ჯერ ფესვი 3 გამრავლებული ფესვი 3-ზე და ყვევით შეფარდებული 2 ჯერ ფესვი 2. ვხედავთ, რომ იკვეცება ფესვი 2 ფესვი 2-თან, 2 იკვეცება 2-თან და საბოლოოდ x-ი უდრის ფესვი 3 ჯერ ფესვი 3, ანუ 3-ს. x-ი ვიპოვეთ, ანუ BC ვიპოვეთ, ეს არის 3. ეხლა ვიპოვოთ რადიუსი. რადიუსი 2-ერი უდრის ან ამ შეფარდებას, ან ამ შეფარდებას სულ ერთია, რომელიც განვიხილავთ. თქვათ, განვიხილოთ პირველი შეფარდება, ესე იგი 2-ერი ტოლია, x-ი უკვე ნაპოვნი გვაქვს, 3 შეფარდებული, სინუს 60-თანაც ვიცით, რომ არის ფესვი 3 მეორედი. და აქედან მარტივი დასადგენია, რომ ერი გამოვა 2-2-თან შეიკვეცება, ფესვი 3 შეიკვეცება 3-თან და დარჩება ფესვი 3. ანუ ერი მივიღეთ ფესვი 3. ამ დღევანდელი გაკვეთილი დასრულებულია.